რუსეთში ახალი ეთნიკური ჯგუფი პუტინელები გამოჩნდნენ. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში აღწერის შედეგების შეჯამებისას აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის ნაწილმა გრაფაში ეროვნება პუტინელი ჩაწერა. მოსკოველები ამ ფაქტს ხუმრობას უწოდებენ, თუმცა ანალიტიკოსები საკითხს სერიოზულად აფასებენ. ექსპერტები ამბობენ, რომ პუტინის რეჟიმი მოსახლეობის ზომბირებას წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ახდენდა. გზა პუტინელობამდე ნახეთ ზურა ხვისტანის სიუჟეტში. პუტინის სახელმწიფო დაწესებულებებზე, პუტინის საცხოვრებელ სახლებზე, პუტინი აღლუმებზე, საგაზეთო ყდებზე და ტელეეკრანებზე და პუტინი ქუჩის აბრებზეც კი. ეს ყველაფერი თანამედროვე რუსეთის რეალობაა, თუმცა ახლა ქვეყანაში უკვე ისეთი ადამიანებიც გამოჩნდნენ, ვინც პუტინს საკუთარ ეროვნებად მიიჩნევს. რუსეთში 2010 წლის აღწერის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოქალაქეთა ნაწილმა გრაფაში ეროვნება არც მეტი არც ნაკლები პუტინელი ჩაწერა. ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ეროვნება პუტინელი ხალხის მრავალწლიანი ზომბირების შედეგია. გამოკითხულთა ნაწილმა უბრალოდ იხუმრა და ეს თავისებური იუმორი იმის მანიშნებელია, რომ ის ხალხი, ვინც პუტინის რეჟიმის ქვეყანაში ცხოვრობს, თავს ხუმრობით პუტინელს უწოდებს. თუმცა ყველაზე საშიში მეორე ნაწილია, რომელიც იმდენადაა ზომბირებული, რომ პუტინი ეროვნება და რელიგია ჰგონია. თუმცა არც ესაა გასაკვირი, სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან პუტინს დაინახავთ. ანალიტიკოსებს რუსეთში პუტინელი ეთნოსის გამოჩენა არ უკვირთ. ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას ექსპერტები ტიპიურ ავტოკრატიად აფასებენ. დიმიტრი არეშკინის თქმით, დღევანდელ რუსეთში არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. რაც დღეს რუსეთში ხდება, არის ავტოკრატული და ტოტალიტარული რეჟიმების დამახასიათებელი. საბჭოთა კავშირის დროსაც ხომ იყვნენ ლენინები და სტალინები, თუმცა დღეს კიდევ კარგი რომ არსებობს ინტერნეტი და ინფორმაციის მიღების სხვა თანამედროვე საშუალებები, რომელიც პუტინის ხელისუფლებას ხალხის ბოლომდე დაბეჭავების საშუალებას არ აძლევს. ექსპერტებისგან განსხვავებით, პუტინური ეთნოსის გამოჩენა მოსკოველებს უბრალოდ ღიმილს გვრის. თუმცა ქრონიკა დღეს ისეთ ადამიანებსაც ესაუბრა, ვისაც პუტინის ქვეყანაში პუტინელობა არ უკვირს. ჩვენს ხალხს უყვარს ხუმრობა და ალბათ ასე გაიხუმრეს. ალბათ იმის ბრალია, რომ პუტინის ქვეყანაში ვცხოვრობთ. ზოგმა გაიხუმრა, ზოგს კი ალბათ თავში აქვს პრობლემები. მე ამის წინააღმდეგი ვარ, როდესმე პუტინიც წავა და მასთან ერთად პუტინელებიც. რუსეთში საყოველთაო აღწერის ფარგლებში ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე რეგიონის მოსახლეობა გამოიკითხა. ზუსტად რამდენი ადამიანი მიიჩნევს საკუთარ ეთნოსად პუტინელობას, ეს 2013 წელს აღწერის საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.